მოგესალმებით. დღეს ვორქშოპის ახალი ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს. უღრმესი მადლობა პოდკასტ ზონას ჩვენი მასპინძლობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ეპიზოდი გამორჩეული იქნება და ძალიან საინტერესო და ნინა, გთხოვ წარადგინო ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, ვასკა სალამი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ციფრული სამყარო იყოს უსაფრთხო. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მაქსიმ იავიჩი, რომელიც ასევე კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი გახლავთ. მაქსიმ, უღრმესი მადლობა დროის დათმობისთვის და ნდობისთვის. გამარჯობა. მოდი პირდაპირ სალამი. ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებთ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიყო და გავაზიარო ჩემი გამოცდილება. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ეგეთი კითხვა დასაწყისში, რა. ჩვენი სლოგანიც ეგ არის. რა გინდოდათ ბავშვობაში რომ გამოსულიყავით, სულ თავიდან რომ დავიწყოთ. სხვათა შორის ბავშვობაში რაც მინდოდა, ეს უბრალოდ ის გამოვედიან. ვაუ, ძალიან მაგარია. მე მგონი პირველი ხარ. პირველი ხარ, რომელიც ესეა. პირველ რიგში ხაკერობა, ესე თქვა ხაკერობა ძალიან მიყვარდა. თავისთავად ცოდნა არანაირი არ მქონდა, მაგრამ ბევრი ვირუსი იყო ინტერნეტში, ბევრი სხვადასხვა ტიპის პროგრამა და მიყვარდა ესეთ წოდებული წუგლუთობა, რომ ვინმეს რამეს გაუპუჭო. ჩემ დროს როცა მე ვიზრდებოდი, იყო dial-up ინტერნეტი. კი ბატონო, dial-up ინტერნეტი საკმაოდ ძვირი იყო. ეხლა ჩვეულებრივ ოჯახი იყო, მთელი დღე ვერ ჩაურთავდა ბავშვს. თავისთავად ჩვენ სულ ქონდა მაგის პაროლები, ვიხებდით ინტერნეტ კაფეებიდან, სხვადასხვა ტიპის კილოგერებით, სხვადასხვა ტიპის ვირუსებით, ანუ თავიდანვე ეგ ძალიან მიყვარდა. აგრეთვე ერთ-ერთი ჩემი ძირითადი მიმართულება არის სწავლება. სწავლება. ხო, ბავშვობაშიც უკვე ალბათ მეორე-მესამე კლასიდან ვაგროვებდი ჩემ კლასელებს და ვუხსნიდი იმ საგნებს, რასაც ვერ იგებდნენ. ანუ ბავშვობიდან ეგ ძალიან მინდოდა და სულ ფიქრობდი, სულ მასალებელს რო ვუყურებდი, მე ვხვდებოდი, რომ ის მეკითხება იმას, რაც თვითონ უნდა, რაც კარგად იცის. და სულ ვოცნებობდი, ნეთა ადგილები შევცვალოთ, მე იქ ვიყო, ის მე მაინტერესებს. გასაგებია, საინტერესოა ძალიან და მართლა პირველი სტუმარი ხართ, რომელმაც აისრულა ბავშვობის ოცნება. მე გადმოვალ სწავლებაზე რა, სად სწავლობდით და რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ სფეროში უნივერსიტეტში სწავლება? ანუ მე დავამთავრე გამოყენებითი მათემატიკა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მაგ დროს თავისთავად ჩვენ კომპიუტერულ მეცნიერებას დიდად არ გვასწავლდნენ, ძირითადი ფოკუსი იყო მათემატიკაზე, კომპიუტერებიც იყო ძველი და საკმაოდ არ მომდოდა. რობოტები ხო არ გედგათ? არა, ჩვეულებრივი კომპიუტერები იყო, მაგრამ არასაინტერესო და მაგ დროს მე მომეჩვენა, რომ ეს მიმართულება არ მომწონს. პირიქით გამოვიდა. მე როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მშობლების თხოვნით ჩავაბარე მაგისტრატურაში. თავს არ მანებებდნენ, ჩააბარე და ბოლოს დავთანხმდი მარტო მაგითომ, რომ თავი დამანებონა. ჩავაბარე მაგისტრატურაში და რაღაც პერიოდში მე უფრო სპორტსმენი ვიყავი, სპორტი მიყვარდა და რაღაც ტრავმა მივიღე, ესე გამოვიდა, რომ სპორტს შევეშვი და მივიღე პირველი შეკვეთა ვებსაიტზე. ძალიან მომერიდა, მე თქვა, რომ არ ვიცი მაგის გაკეთება, მაგრამ თავისად რაღაც ცოდნა ეხლა მქონდა უნივერსიტეტიდან, ჩაუჯექი, ვისწავლე, ისე თქვა, დავამუღამე. გავაკეთე პირველი ვებსაიტი და მივიღე იმაში, დღემდე მახსოვს, ჩემი პირველი $200. ვაუ. ისე გამისორდა. მე და იქიდან ყველაფერი დაიწყო. იქიდან დაიწყო, ეგ იყო ალბათ 2004-2005 წელი და დავიწყე პროგრამირება, დავიწყე საიტებზე ვიღებდი შეკვეთებს, ჩემი დავამუღამე C++, C#, უკვე მაგისტრატურა, სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი ძალიან კარგად, ჩემ მაგ დროს იყო
ესეთი ბუმი, ასე წოდებული Web 2.0. ეგ აი JavaScript-ი რო შემოვიდა, მაგის ეპოქა იყო და ზუსტად ამ Web 2.0-ზე დავიცავი სამაგისტრო. გავხსენ ჩემი კომპანია, ვიღებდით შეკვეთებს და ისე ვთქვათ, საკმაოდ კარგად ვიყავი და დავამოღამე ეგ საქმე. ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ. ამის შემდეგ ჩემებმა დაიწყეს დოქტორანტურაში. დაიწყეს სწავლა. ძალიან პრობლემა იყო, 1 წელი არ გამოვიდათ, 1 წელი გამოვტოვენ, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, მამა ჩემმა გადამახტუნა 1 კლასი და მაინც წინ ასაკობრივად არ იყო პრობლემა. კი. და საბოლოოდ ჩავაბარე ამ დოქტორანტურაში. ბოდიში გაწოდე დოქტორის ხარისხი რაში, ანუ რა მე ახლა მაქვს მათემატიკაში, მაგრამ კომპიუტერულ მეცნიერებაზე მქონდა ჩაბარებული, მე რაღაც GPI-ში დაიხურა და გადავედი მათემატიკაზე, ესე გამოვიდა. არაფერს არ ვაკეთებდი ამ დოქტორანტურაში, არ მაინტერესებდა აბსოლუტურად. და კომპიუტერული მაღაზია მქონდა, 2 ფილიალი შორის მაგ დროს. იქ ვებ სტუდია მქონდა, საიტებს ვაკეთებდით, რაღაც შეკვეთებს ვიღებდი და საკმაოდ ისე კომფორტულად ვიყავი. და გაიხსნა ერთი პატარა უნივერსიტეტი, მალოთი ერქვა, მაშინ აკრედიტაცია, ესე ვთქვათ, არ იყო საჭირო. და დამიძახეს მან ლექტორად. და ესეთმა ხალხმა დამიძახა, რომ მომერი და უარის თქმა. მომერი და უარის თქმა. და დავიწყე სწავლება და აი ძალიან მომეწონა. კარგად წაიღო. მაგარი მუხამი დაუჭირენ. დოქტორ იმაში GPI-ში სწავლობდი, ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ერთი ჯგუფი წაიღე, ჯერ ერთი ის აუცილებლად იყო, როცა მთავრებ რომ პრაქტიკა კონდეს. დოქტორანტურას ჰქონდა ეგ მოთხოვნა, რომ ისიც კონდეს სწავლები. კი, დავიწყე სწავლება, იქ ძალიან მომეწონა და მე უკვე ჩემებმა მიხსნეს, ხო, უკვე მაღაზიასაც ვაქცევდი ყურადღებას, იშვიათად დავდიოდი და უფრო ამაზე გადმოვედი და ჩემები მეუბნებოდნენ, რომ აი, ხო, ხედავ სადოქტორისთვის არის საჭირო, მასწავლებლობა თუ გინდა, უნდა დოქტორი იყოს, ხოთა შორის წინ ვერ წახვალა. კი ბატონო, დავიწყე სადოქტოროს წერა, დაუჭირე მუხამი, ეხლა მეცნიერება არ არის ეგეთი რაღაცა, რომ უცბად ისწავლო. კი ბატონო. უცბად ისწავლო არ არის ეგეთი რაღაც, მაგრამ მამა ჩემი პროფესორია და ჩემი დოქტორია და მეხმარებოდნენ მიხსნიდნენ სტატიების წერას და დაუჭირე მუხამი, რომ იდეალურად გამომდიოდა მოგატყუებთ, მაგრამ დაუჭირე მუხამი, დავიწყე სტატიების წერა, ნორმალური სადოქტორო დავიცავი, იდეალური არას, მაგრამ ნორმალური სადოქტორო დავიცავი და რეალურად გადავედი აკადემიურ სფეროში, ხო? და მე უკვე ამ აკადემიურ სფეროზე წავაწყე ჩემი ბიზნესი. და აღმოჩნდა, რომ უკვე როცა დოქტორი ხარ და პროფესორი ხარ, ბიზნესის საწყობაც ამ მიმართულებით ბევრად უფრო მარტივია. ბევრი კარი გაიხსნა. და უფრო ბევრად გლობალური გამოდის, კი. ძალიან კარგი ისტორია გამოვიდა და ისეთი აი ერთი ამოსუნთქით მოყოლე და მოსმენანდი რა. მინდა რომ ავხსნათ, რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება და საერთოდ საქართველოს სად არის მაგ მიმართულებით დღეს. მოდით იქედან დავიწყოთ, როგორ შემოვედი ამ სფეროში. დიახ. როგორც მოგიყევით, ვიყავი პროგრამისტი, მე ძირითადად გადავედი C++-ზე, C#-ზე, აგრეთვე Visual Basic-ზე წერდი საკმაოდ კარგად. 2012 თუ 13 წელი იყო, რაღაც ვარიანტში უკვე პროგრამირებით ეგეთ კაიფს ვერ ვღებულობდი რაც ადრე. უკვე მეჩვენებოდა, რომ იგივეს ვაკეთებ, რუტინად გადაიქცა. რუტინა, ეხ მაშინ ხო არ იყო AI, ერთი ბაგი მთელი ღამის გათენება და უკვე რაღაც არ მომწონდა. 2013-ში თუ 12-ში არ მახსოვს, მოვხდი ეგეთი კონფერენცია ტარდებოდა საქართველოში, მხოლოდ ერთი იყო კიბერსაფრთხოების მიმართულებით GTI. და მოვხდი იმ კონფერენციაზე და გამახსენდა ის ბავშვობაში რაც მინდოდა. რომ აიმუნოვდი ბავშვობაში და ხაიეროვდი ეგ დავიჭირე რომ ეხლა ეს მინდა. დავიწყე ამ მიმართულებით მოძრაობა, ყველა მან დავიჭირე, ყველა სპიკერი როგორ შევიდე კიბერსაფრთხოებაში, როგორ დავიწყო და მაშინ საქართველოსთან საკმაოდ ცოტა ხალხი იყო. სულ ესეთი რამოდენიმე ადამიანი იყო და ძირითადად ნაკლებად ტექნიკურები. ანუ კიბერსაფრთხოებას აქვს ტექნიკური მხარე, არატექნიკური მაგაზეც ვისაუბრებთ. მაშინ გამოვიდა, მე მგონი 2013 წელი იყო, პირველი ეს აი ყველასთვის
თვდომადი კურსი კრიპტოგრაფიაში. სტენფორდის კურსი იყო დენ ბონეხის და ჩაუჭეკი ამ კურსს. იქ მივხვდი რომ მათემატიკის ცოდნა არ ყოფნის, ისეც ვინანე რომ უნივერსიტეტში რატო ახალტურე. ხო, ანუ როგორც ყველა სტუდენტი ბოლოში ვემზადებოდი და სწავლა მან საკმაოდ რთული იყო და მე ბოლო 2 კვირა ნერვიულობა და არა საბოლოო ჯამში კარგად ვსწავლობდი მეტნაკლებად. დავიწყე ამ მაშინ კურსერა, დღესაც არის კურსერა, მაშინ იყო ახალი ძალიან, თითქმის არავინ არ იცოდა. იქ დავიწყე, ავიღე მათემატიკის კურსები, კიდე სადღაც ავიღე და მივედი იმ დონემდე, რომ მეტნაკლებად ეს კრიპტოგრაფია მესმოდა. 2014 წელს ოფიციალურად გამოაცხადა მარილანდის უნივერსიტეტმა, რომ გამოუშვებდა პირველ ერთწლიან კიბერსოფტვეების სპეციალიზაციას. აი ზუსტად მე მაინტერესებს საბოლოო ჯამში რა არის ეს კიბერსოფტვეები. მივხვდი რომ კრიპტოგრაფია ერთ-ერთი მიმართულება, მაგრამ იქ იყო 4 კურსი. პირველი კურსი იყო usable security, ეგ არის უსაფრთხოება მომხმარებლის მხრიდან. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი რო არ გატეხონ, აგრეთვე იქ უსაფრთხო დიზაინით შედიოდა, ანუ თვითონ პროგრამა როგორ უნდა იყოს აწყობილი, რომ მომხმარებლისთვის მარტივი იყოს. მეორე იყო კრიპტოგრაფია, რაც გავლილი მქონდა, მესამე იყო software security. რა არის კარგად რა. კრიპტოგრაფია არის რეალურად კოდების გაშიფრვა. როცა ჩვენ შევდივართ ინტერნეტში, იქ საიტის ზემოთ არის მწვანე ბოკლომი. ეს ეწოდებული HTTPS პროტოკოლი. ეგ რას ნიშნავს? ჩვენი კომუნიკაცია, რასაც ჩვენ საუბრობთ, რასაც ველაპარაკებით Instagram-ზე, Facebook-ში, ეს ყველაფერი იშიფრება. თუ ვინმე მოიტაცა ეს ტრაფიკი, ეს საუბარი, ვერ გაშიფრავს, იმიტომ რომ არის დაშიფრული. და ზუსტად კრიპტოგრაფია ეგ არის, რომელიც შიფრავს და ამოწმებს სწორად შიფრავს თუ არა და ხო, ანუ ანალოგიურად ჩვეულებრივი ის არის ჰაკინგი, დაშიფრვაც არის და მერე კრიპტოანალიზი არის, ჩვეულებრივად პენტესტინგია, ანუ ამოწმებ რამდენად კარგად არის დაშიფრული, რამდენად შეიძლება მაგის გატეხვა. მესამე იყო პროგრამული ზრუნველყოფის უსაფრთხოება, ეგ რა არის? როცა პროგრამისტები კოდს წერენ, როგორ დაწერონ ისე რომ ჰაკერმა ვერ გატეხოს. და მეოთხე იყო hardware security, ეგ არის კონკრეტულად მოწყობილობებზე. ანუ რეალურად როცა ერთი ქვეყანა უშვებს მოწყობილობას კიდე სხვა ქვეყანაში, შეუძლია მან ჩააშენოს ასე წოდებული hardware ტროიანი და უთვალთვალოს არა, მაგალითად უთვალთვალოს ყველაფერს ასაკეთებენ ამ მოწყობილობით, ხო? ეს 4 კურსი გავიარე. ამიტი დაიწყო ჩემი კიბერსოფტვეების კარიერა და ის იყო საინტერესო, რომ მაგ დროს საქართველოში ტექნიკური კიბერსოფტვეების დონე იყო საკმაოდ დაბალი. და აი ამ კურსების მერე ბევრად ვიყავი წინ. ძალიან ბევრზე. იქ კიდე მეხუთე კურსი იყო, ეგ იყო Capstone პროექტი, რაში მდგომარეობდა, ეგეც ორთვიანი იყო. 2 კვირა დავალება ქონდა მაგალითად რაღაც საბანკო სისტემას ვქმნიდით, შემდეგი 2 კვირა სხვებისას ვდეხავდით, შემდეგი 2 კვირა იყო, 2 თუ 3 კვირა კარგად არ მახსოვს, ბაგების შესწორება. რაც გავუტეხეთ, მე ამებს ვფიქსავდით და საკმაოდ კაი ბექგრაუნდი მაშინ ავიღე და დავიწყე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მუშაობა, ვკითხულობდი კონკრეტულად კიბერსოფტვეების მიმართულებით. აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტში. ვკითხულობდი პროგრამული ზრუნველყოფის საფრთხოებას, რატომღაც გახსნეს, საიდან გაიგეს ეგეთი რაღაც რო არსებობს. საქართველოში მაგის სპეციალისტები არ იყვნენ და ზუსტად დაჭდა. ხანდახან იძახიან, რომ თუ რაღაც ძალიან გინდა, რაღაცაზე ფიქრობთ, თავისით ხდება. და ეხლა რა არის კიბერსოფტვეობა? ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ იმის მიუხედავად, რომ 2004 წლიდან, 5 წლიდან ვიყავი პროგრამირებაში, მე მივხვდი, რომ კიბერუსაფრთხოებისთვის კომპიუტერული მეცნიერების ცოდნა არ მქონდა საკმარისი. დავიწყე მაშინ, ჯერ ერთი მაშინ Python-ი იყო, ეგეთი პროგრამული ენა ახალი შემოდიოდა, მაშინ საქართველოს თვითონ არავინ არ იცოდა მაგის შესახებ, დავიწყე მაგის სწავლა, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერც სკრიპტები არ იწერებოდა, პლუს კრიპტოგრაფია მაგის გარეშე თითქმის არ იწერებოდა. მაშინ მომიწია Excel-ების კარგად ამოღამება, Linux-ი ისე რა ვიცოდი და კალე Linux-ი არ ვიცოდი, რომ არსებობს ეგ არის Linux-ი, ოღონდ ჰაკინგისთვის, კიბერსოფტვეებისთვის. ანუ რეალურად, ეხლა იმ კითხვას დავუბრუნდეთ, რა არის კიბერსოფტვეება?
პირველ რიგში ვინ არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი? კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა პირველ რიგში უნდა იცოდეს კომპიუტერული მეცნიერება კარგად. როგორც ექიმი, ხო? არის ქირურგი, არის თერაპევტი. ქირურგი ვერ გახდები, სანამ თერაპევტი ვერ იქნებიან. ანალოგიურად. მე უკვე ახლა ბევრს გონია, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არის პენტესტერი, ჰაკერი. ხო. ეგ არ არის ერთ-ერთი მიმართულება, მაგალითად, მე ძირითადად ვარ კრიპტოგრაფია. ეგ უფრო კომპიუტერული მეცნიერება, ეგ უფრო პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და მათემატიკა. ეგეთი ჰიბრიდია. არის ქსელების უსაფრთხოების სპეციალისტები, ეგ ვინც ქსელებს იცავს. არიან SOC ანალიტიკოსები, რომელიც real time-ში იჭერენ შეტევებს და მე გადასცემენ სხვაგან. სხვადასხვა მიმართულებები არსებობს. ვახსენე hardware security არიან, hardware security სპეციალისტები. ეგ არის, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად ტექნიკურ ნაწილზე. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია არატექნიკური კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც წერენ პოლიტიკებს. რეალურად მე თვითონ დავიწყენ ეგ მიმართულება. უკვე აი ეს ხალხი ვინ წერდა პოლიტიკებს, სტრატეგიებს, ეს ხალხი არსებობდა. რეალურად ეს მიმართულება საქართველოში დაიწყო 2008 წელს, როცა ის სამთხიანი ომი იყო რუსეთთან. იმის მერე ჩვენ მივხვდით, რომ ძალიან ბევრი შეტევა იყო იმ პერიოდში და საქართველოს მიხვდა, რომ არ არის მზად და აუცილებლად უნდა დაიწყოს კიბერუსაფრთხოების სწავლა. დაიწყეს და იყვნენ ახლა აი სტრატეგიის სპეციალისტები იყვნენ საკმაოდ ისეთები უკვე კარგები როგორც ტექნიკური სპეციალისტები მაშინ დიდად არ იყო განვითარებული უფრო აი Cisco არის ეგეთი ქსელების მიმართულება ქსელების ვენდორია აი Cisco უფრო მე რომ მკითხოთ ქსელის უსაფრთხოების სპეციალისტები იყვნენ იმიტომ რომ Cisco-ს მიმართულებით იყვნენ მე ჩვენ 2014-ში გავხსენით სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია ძალიან დაბალპასად 200 ლარად დავიწყეთ სწავლება კიბერუსაფრთხოების პიტონის და რეალურად გავაკეთეთ მაგის პოპულარიზაცია. დღესდღეობით მე ძალიან მიხარია, როცა შევდივარ რომელიმე კომპანიაში, აუცილებლად, აი 99% ალბათობა, ან ჩემი მოსწავლეა, ან მოსწავლეა. ვინ სწავლობდა ან ჩვენ პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტში, ან სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში, კავკასიის უნივერსიტეტშიც ჩვენს პირველი ვინც გავაკეთეთ საბაკალავრო კიბერუსაფრთხოების პროგრამა, კიდევ კვალიფიკაციაც არ არსებობდა საქართველოში. ჩვენ გავაკეთეთ ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტთან ერთად ეს პროგრამა და კავკასიის უნივერსიტეტიდან ვაძლევდით კომპიუტერული მეცნიერების დიპლომს, dual დიპლომის. ხო, მე ხელმძღვანელობდი ამ პროგრამას და ამერიკის მხრიდან იძლეოდა კიბერუსაფრთხოების დიპლომი და რეალურად პირველები ვიყავით. ძალიან მაგარია. ვინც ეგ გააკეთა. როგორც ვიცი, ბოლო კურსის მეორე თუ მთელი სემესტრი ორივე მიდიან ამერიკაში. მესამე წელს ნახევარი წლით მიდიან ამერიკაში და სწავლობენ იქ. კი. მე როცა შემოვიდა თუ არა კვალიფიკაცია კიბერუსაფრთხოებაში, ჩვენ გავაკეთეთ ეგრევე პირველი პროგრამა, ეხლა სხვა უნივერსიტეტებმაც გააკეთეს. პირველი პროგრამა გააკეთეს. გავაკეთეთ უკვე ჩვეულებრივად ქართული კვალიფიკაციით კიბერუსაფრთხოებით და საკმაოდ ისეთი. ჯერ კურსდამთავრებულები არ არიან, ახალი პროგრამაა, მაგრამ მე გეტყვით რომ საკმაოდ წარმატებულია და ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიური სასწავლი, ვინც ჩემი აზრით კონკრეტულად ჩვენ შევქმნით, ჩვენ გავზარდეთ, უკვე ძალიან ბევრი დოქტორი არის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ეგეთი რაღაც. რას ნიშნავს, კვალიფიკაცია კი არ არის, მაგრამ კომპიუტერული მეცნიერებას იცავენ კიბერუსაფრთხოების განხრით. ძალიან ბევრი დოქტორია, ყველა უმეტესობა არის კავკასიის უნივერსიტეტში, ჩვენთან დეპარტამენტში და სხვა უნივერსიტეტისთვის თავისთავად რთულია მაგის გამეორება, იმიტომ რომ ეს სტაფი არ ყავთ. მაგრამ აკადემიური სტაფი არ ყავთ, ხო, რეალურად რო ვთქვათ. და წელს პირველად ვიწყებთ კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამას. კავკასიის უნივერსიტეტში დავნერგეთ და მე ქვეყანას ასულოცავ მაგას რა. სექტემბრიდან ვიწყებთ. მაგარია. წარმატებები და წარმატებები. კაი, ყველაზე დიდი მითი რომელი არის თქვენი აზრით კიბერუსაფრთხოების შესახებ? ეს ფილმები რო იქ ხოემაის დაწერდა იმას და ყველაფერი ტყდება და მე როგორც ვახსენე საკმაოდ ღრმა ცოდნა არის. საჭირო რომ იყო ძლიერი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მით უმეტეს დღეს.
როცა არის AI, უკვე დღეს უნდა განსხვავდებოდა. უკვე რაღაც ბაზარიც გადაივსო სპეციალისტებით და დღეს უკვე იყო პერიოდი, როცა ცოტა იცოდი და უკვე მუშაობდი. ასე წოდებული სასკრიპტებით მუშაობდი, რასაც მე ვაკეთებდი ბავშვობაში რეალურად და უკვე იწყებდი მუშაობას და შეიცვალა უკვე რეალობა, იმისათვის რომ იყო კაი კიბერსათხოვების სპეციალისტი, პირველ რიგში უნდა იცოდე კომპიუტერული ტექნოლოგიები მაღალ დონეზე. საფუძვლიანი ცოდნა, ფუნდამენტალური ცოდნა უნდა კონდეს. არა, AI-მდე სანამ მივალ, მე მაინტერესებს ეგეთი რაღაც, რომ ყველაზე ხშირად საქართველოში რა ტიპის კიბერშეტევები გახსენდება თქვენი გამოცდილებიდან, ხა რა თქმა უნდა დეტალურად ვერ მოგაყოლებთ ამას, მაგრამ კონკრეტულად საქართველოში შიგნით ყველაზე ისეთი საყვარელი შეტევა არის DOS-ი. ეგ როცა ყიდულობენ მარტივი შეტევაა ძალიან, როცა ყიდულობენ ბოტებს, ანუ სხვადასხვა ქვეყნის ბოტებს, ბოტი რა არის, გატეხილი კომპიუტერი ბევრად და უტევენ კონკრეტულ სისტემას და ეგ სისტემა წვება. ეგ არის, მე რომ გითხოთ, ყველაზე ხშირი შეტევა რა საქართველოში. Deface არის, როცა პირველ გვერდს ცვლიან ერთი პერიოდი ხო იყო, რომ სახელმწიფო საიტებს და დღეს ეგ ერთ-ერთი hosting provider-ი გატეხეს და რა საიტიც მანდ იყო, ყველა საიტთან მოიპოვეს ცდომა. კი ბატონო. მაგარი საშირამე არის. დავთვალოთ. როგორ თქვა? რაღაც ისო არა უშავს რა. შემოიმა შეცვლია. ის მომენტი მინდა. ზოზაში შირო. მე უწევხდები რომ სახელმწიფო საიტებზე წდომა გაგ და რავი რასაც უნდა იმას წაიღებენ რა. თავისთავად. მე მაგ კიდე ერთ შეკითხვა შეიძლება. ყველაზე მეტად რომელ ორგანიზაციებს ან რა კომპანიას მაგალითად რომელ კომპანიას ან რა ვიცი ორგანიზაცია იყოს ხო სჭირდებათ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი თუ ყველას სამთავრობო ორგანიზაციებს სჭირდებათ აუცილებლად ბანკებს აუცილებლად ფინანსურ ორგანიზაციებს კი ბატონო გემბლინგს იმიტომ რომ გემბლინგი ძალიან საინტერესოა კრიპტობირჟები და ჩვენ ყავს ბევრი კლიენტი კრიპტობირჟა, ვისაც ჩვენ მომსახურებით და კიბერსათხოვების მომსახურების მართულებით და კონკრეტულად მაგაზე არის ყველაზე ხშირად შეტევები, იმიტომ რომ ფული ტრიალებს. რაც საქართველოში ჯერ ჩემი აზრით ვერ დამუღამეს, რომ მედიცინაში, სამედიცინო სექტორში აუცილებლად უნდა იყოს კიბერუსაფრთხოება, იმიტომ რომ ჩვენ შეღწევადობის ტესტებს რო ვატარებთ სამავთყოფოებში. საკმაოდ ცუდი სიტუაცია მანდ. ძირითადად სამავთყოფოებს არ ყავთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, მაგრამ რეალურად ეგ არის აუცილებელი რატო? მონაცემთა დაცვას უფრო ეხება, მაგალ შემთხვევაში ალბათ პირადი მონაცემების თუ? აი, დაცვას დავანებოთ თავი, ხო? მაგალითად, ჰაკერმა გატეხა სისტემა და შეცვალა ადამიანის დიაგნოზი. ღმერთმა დაიპაროს კიბო აქვს და შეცვალა ჩვეულებრივ გაციებაზე, ხო? ასმევან პარაცეტამოლს, ანუ მოკლავს ადამიანს. ან ადამიანი არის აპარატზე. გატეხა სისტემა, შეუძლია გათიშოს აპარატი და შემეშინდა. ხო, ინგლისში, ამერიკაში ეგეთ შეტევები ძალიან ხშირია. ეხლა საქართველოში ისეთი ძლიერი სპეციალისტი მაინც ეხლა პატარა ქვეყანა ვართ და ცოტა იმის მიუხედავად ჩვენი უკვე სპეციალისტები სოფლიო წამყვან კიბერუსაფრთხოების კონფერენციებზე ვლაპარაკობთ, DevCamp-ზე, DeepSec-ზე, მახსოვს, როცა პირველად DevCamp-ი არის ევროპაში ყველაზე დიდი კიბერუსაფრთხოების კონფერენცია, მანდ როცა გამოვედი, გაუკვირდით. საქართველო? მაგრამ დღესდღეობით უკვე სხვა სიტუაციაა, უკვე საქართველოს ყველა იცნობს, ყველა იცის, რომ კიბერუსაფრთხოება გვაქვს, არ ვიცი, ჩვენი დამსახურება თუ მთლიანად ქვეყნის, მაგრამ შედეგი საბოლოო ჯამში კარგია. მიხარია. აი, ხო, კიბერუსაფრთხოების გარშემო ტრიალება ჯერ ისევ სფეროზე რა, ვახსენეთ. იმ სიღრმეებში რაც მოყვებით, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ეხლა სამედიცინო სფეროში მოყვებით. ჩემი აზრით, შენ რა დასვიკითხო, ვის ჭირდება რა. იმდენად ვითარდება თანამედროვე ბიზნესიც კი, ალბათ საშუალოზე და ცოტა მაღალ ბიზნესს თუ არ ქმევ შენ თავს, ელემენტარული კიბერუსაფრთხოების დაცვის დონე უნდა გქონდეს, სულ მინიმუმ იმიტომ კი არა, ვიღაცამ ფული მოგვაროს.
შიდა კორპორატიული საიდუმლო გაქვს, რაღაცა კონკურენტული უპირატესობა გაქვს, რაღაც პროდუქტზე მუშაობ და რაღაც პროდუქტი შევქმენი და ჯერ არ დამილონჩავს რა. მე მგონი მაგისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა ესე რო ვთქვათ რა, თანამედროვე დასაქმების ბაზარზე საქართველოში რა, ამ კითხვას ვსვავ მომავალი პროფესიონალებისთვის რა. ჯერჯერობით გაჯერებულია თუ არა თანამედროვე ბაზარი იმისთვის, რომ არის ყველგან თუ მზარდია და პოტენციალი აქვს იმისი, რომ სულ რო ვთქვათ სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით არ წახვიდე, კონკრეტულმა ბიზნესმა შეიძლება დაგიქირავოს. თავისთავად ბიზნესებიც უკვე ჯერ ერთი ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაცია ეროვნულ ბანკში იღებს შესაბამის ლიცენზიას კონკრეტულ პროდუქტებზე, იმ ლიცენზიისთვის სჭირდებათ კიბერსაფრთხოების აუდიტი, შეღწევადობის ტესტირება, სპეციალისტი უნდა ყავდეთ და ასე შემდეგ. აგრეთვე სახელმწიფო გამოყო 3 კრიტიკული სუბიექტი, ანუ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიარონ კონკრეტული კიბერსაფრთხოების ნაბიჯები, კიბერსაფრთხოების პოლიტიკები, კიბერსაფრთხოების აუდიტი, შეღწევადობის ტესტირება და აუცილებლად უნდა ყავდეთ 2 კიბერსაფრთხოების სპეციალისტი, ერთი ტექნიკური, მეორე არატექნიკური. როცა კავკასიის უნივერსიტეტში პირველი გამოშვება იყო სტუდენტების, ეგრევე ყველა ორგანიზაციამ აიყვანა, ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციებმა, დიდი ორგანიზაციებმა ყველამ აიყვანა სტუდენტები და დღესაც ელოდებიან, როცა დაამთავრებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ უკვე კავკასიის უნივერსიტეტში გვყავს რამოდენიმე ჯგუფი, ხო? ასოციაცია უშვებს და უშვებს სტუდენტებს. თავისთავად, რომ ეს ბაზარი ივსება. აქედან გამომდინარე, ცოტა თუ ანუ რაღაც თუ იცი, ეგრევე მუშაობას ვერ დაიწყებ. უნდა იყო კარგი. უნდა იყო კარგი და ალბათ ხელოვნური ინტელექტიც მერე გადავალ. კი. მე მაქვს ეგ კითხვა და გარემ მკითხავთ, AI რო სწრაფად ვითარდება, ეს ძალიან ცალსახარის, როგორ ფიქრობთ და რა სიტყვით არ ვიცი, უფრო ეხმარება კიბერუსაფრთხოებას თუ ხელს უშლის? ართულებს მაგას კითხულობ? ხო. რეალურად. პირველ რიგში ამ პროფესიებზე ვისაუბროთ, ხო? ხელოვნური ინტელექტი რო ვითარდება, უკვე კლოდია ვიღოთ ძალიან მაგრა წერს კოდებს. ბევრად კარგად წერს, ბევრ პროგრამისტზე და უკვე ჯუნიორის როლი კიბერსაფრთხოების მიმართულები ჩანაცვლებული ჩანაცვლებს და რას არა და არა მივაყოთ ცალკე კითხვა რო არ დავსვა რა. მე ძალიან ხოლმე მაინტერესებს რა მიმართულებები იქნება აქტუალური მომავალში და რა მოვა კიბერსაფრთხოებას. ჯერ ერთი შვილი მეცდება, მაინტერესებს საჩავაბარებინო და მეც ხშირად სტატიებს ვკითხულობ AI-ის ველაპარაკები და როგორც ჩემი აზრია და როგორც კვლევიდან მივხვდი, რომ კიბერსაფრთხოების მოთხოვნა მხოლოდ იზრდება. იზრდება რატო? ხელოვნურ ინტელექტს აქვს თავის კიბერსაფრთხოების პრობლემები. როცა ჩვენ ჯერჯერობით არ არსებობს ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის ეთიკა. ხალხი ეუბნება პირად ინფორმაციას, უყვება პირად დეტალებს და მაგრამ არის სხვადასხვა ტიპის შეტევები. სადაც შესაძლებელია ეს ამ ინფორმაციის მოპარვა. რა თქმა უნდა. როგორც ადრე იყო კიბერსაფრთხოების ეთიკა, შენი პაროლი არ უნდა გასცენ, პაროლი არ უნდა დაწერო კახალზე, არ უნდა ჩამოკიდო, როცა ვიწყებდით თითქმის ყველა ოფისში იყო პაროლები, არ უნდა კონდეს პაროლები. შესაბამისი თამაში მაქვს. და ეხლა ჩემი აზრით ეგ გადავა იმაში, რომ უსაფრთხოდ უნდა როგორ უსაფრთხოდ უნდა გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი. თავისთავად დაცვის მხრივ ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება. ბევრი რაღაც, რასაც ხელით ვაკეთებდით, ეხლა ავტომატიზირებულად ვაკეთებთ და კონკრეტულ ტასკებს ვაკეთებთ ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიდრე ადრე. მაგრამ აქ არის მეორე მხარეც. აი მან როგორ იცავ? ხელოვნური ინტელექტი ძალიან ეხმარება შეტევების დროს. შეტევების გაკეთება შეიძლება უფრო აქტიურად, უფრო საინტერესოდ, დივერსიფიცირებულად. კი ბატონო, და ამ შემთხვევაში უკვე სხვადასხვა ტიპის ახალი სპეციალისტების საჭიროება იზრდება. ანუ ვარაუდობ იმას, რომ ამ კიბერუსაფრთხოებაშივე ამ მიმართულებით ახალი პროფესიები გაჩნდება? კი, აუცილებლად. AI-ისგან გამომდინარე? კი, და რამოდენიმე კომპანიას ვამოწმებდით, სადაც იყო
რაღაც პროგრამული უზრუნველყოფა დაწერილი, ასე წოდებული API-ები ჰქონდათ, დაწერილი კლოდით. ვტეხავდით წამებში. ანუ კლოდთანა, კლოდსაც უნდა კარგად აუხსნა, რომ უსაფრთხოდ წეროს. კი ბატონო. და ისე by default რო დაწერეს, აბსოლუტურად იყო ნახურეთიანი ყველა. ანუ რეალურად ხელოვნური ინტელექტი დავალება როგორ მიეცა და default-ით AI ესე წოდებული LLM-ი მან უსაფრთხოებას არ აშენებს თავისით. რეალურად ჩემი აზრით რომ ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება პირიქით გაზრდის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნას. ეგეთი კითხვა კიდე რა. რამდენად მარტივია საქართველოსთან უცხოურ ბაზარზე მუშაობა მაგ პროფესიით? ანუ რამდენად დასაშვებიან მარტივი რა, რომელი არის ჯობი? ნახეთ როგორ არის ძალიან ბევრი ეგრე მუშაობს. ანუ ოკეი. ძალიან ბევრი ეგრე მუშაობს, მაგრამ ეგ მოთხოვნა შემცირდა. ადრე თითქმის ყველა კიბერსაფრთხოების სპეციალისტებსაც ჰქონდათ კონკრეტული სერტიფიკატი, როგორც არის CISA, SCP, სულ მოძდიოდათ შეთავაზებების სამსახურის. ეხლა მაგან ძალიან დაიკლო, იმიტომ რომ აი მაგალითს მოგიყვებით. ერთ-ერთ კონფერენციაზე სლოვენიაში ვიყავი და ნახე ერთ-ერთი კონფერენციის ორგანიზატორია. და ვკითხე, რომ წელს რატო არ გააკეთე? რა ხდება? ხო. არაფინანსებენ უკვე კომპანიები. ადრე კომპანიები გვაფინანსებდნენ და მოდიოდნენ და მაგარ ტიპები აყავდათ. ეხლა უკვე გადავსებულები არიან და ახალი კადრები დიდად არ ჭირდებათ. თავისთავად მიდის ამ ბაზრის გადავსება, ჯერ ერთი ძალიან დიდი აქცენტი იყო კიბერსაფრთხოებაზე და ყველა მიმართულებით მიდიოდა და მეორე AI-მა მაინც რაღაცით პირველ ეტაპზე შეამცირა ცოტა მოთხოვნა. ალბათ ჯუნიორ ტიპები და პროცესების რაც ეხება რაღაც გამარტივება რაღაც კონკრეტული პროცესების რა. საქართველოში ჯუნიორი კიდე ისე ოღონ ჯუნიორს მე არ ვეძახი იმ ადამიანს, რომელმაც იცის JavaScript-ების გამოყენება ჯუნიორს. ვეძახი იმ ადამიანს, რომელსაც გაუვლილი აქვს ან საბაკალავრო პროგრამა, ან შესაბამისი სპეციალიზაცია და საკმაოდ კარგად იცის ეგ მიმართულება, ოღონ ჯერჯერობით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხის მოთხოვნა არის ჩვენც აყვავს მე სულ ყველაზე ანუ ჩვენ ხო სულ ვატარებთ ამ სპეციალიზაციებს და სულ ფოკუსირდები მაგაზე რომ სულ ყველაზე ჭკვიანი რომ არ გამოვტოვო და ორგანიზაციაში დავიტოვო. სწორი მიმართულებაა ძალიან. რეალურად ეგრე ავაწყეთ მთელი ორგანიზაცია ჩვენ. კიდე ერთი კითხვა მაქვს, აი ეგ ისეთი სფეროა მე ეს წარმომიდგენია. რეალურ შემთხვევებზე თუ არ ივარჯიშე გაზრდა ძალიან ძნელი იქნება. აი თქვენს ქვევით ვინც არიან, თუნდაც მოსწავლეები ასოციაციაში თუ სტუდენტები, ან ისე რომ ასწავლით. მაგათ საიდან უქმნით ამ кейსებს რა, ამ შემთხვევებს, რაზეც ანუ თქვენ აწყობთ ამას, რამე დემო ვერსიები არსებობს თუ შეიძლება ეხა ვიღაცა პატარა ერთი ღამე მივარდეთ რომელიმე ბანკი გავუტეხოთ მედილიშტის გამოვასწორო და გავუშვათ როგორ არის. არსებობს ასე წოდებული CTF-ები, Capture the Flag პლატფორმები, როგორც არის Hackbox-ი, როგორც არის TryHackMe. ჩვენ ბავშვებს ამ პლატფორმებზე ვარჯიშებთ. აგრეთვე არის CyberEdus პლატფორმა, ჩვენ მაგაზე ექსკლუზივი გვაქვს საქართველოში, მხოლოდ ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტსაც და ასოციაციას ეს პლატფორმა და აგრეთვე რამოდენიმე წლის წინ დავიწყეთ უკვე ჩვენი ლაბორატორიების წერა. კონკრეტულად შეწყვეტების ტესტირებებში რა кейსებსაც ვხედავთ, თავისთავად არ ვიმეორებთ, მაგრამ ძალიან მსგავს და ეს ლაბორატორიები უკვე ძალიან ახლოს არის ქართულ რეალობასთან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ პენტესტს ვაკეთებთ და ძალიან ბევრი кейსი გვაქვს. და ამ кейსს თქვათ ერთ წელიწადში უკვე ვაშენებთ ამ მანქანაში ჰაკატონების ჩატარება დავიწყეთ კავკასიის უნივერსიტეტში, ცალკე სკოლის მოსწავლეებისთვის, მარტივები და ცალკე მთელ საქართველოსთვის. კაი სპონსორები გვყავს, აუცილებლად კარგ ლეპტოპს ჩუქდით მოგებულს და თითქმის ყველა სტრუქტურის ტოპ პენტესტერები მოდიან და ეჯიბრებიან ერთმანეთს კონკრეტულად ჩვენ დაწერილ მანქანებზე. აი ეგ მაგრად მომეწონა და გამიხარდა ეხა ეგეთი რაღაც რო გეთება, იმიტომ რომ მანდ ჩანს ის რომ კონკრეტული მეცნიერება ვითარდება.
კონკრეტული მეცნიერება ვითარდება მაშინ, როცა ხდება მეცნიერული კვლევების ჩატარება, ტესტირება, ვარჯიში და ასე შემდეგ. ეგ ბაზა რო იქნება, მართლა ნიშნავს ჩემთვის ახლა იმას, რომ მომავალი მაგ მიმართულებით აქვს ამ ქვეყანას და ჯერა რომ სახელოვანი კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები გვეყოლებიან რა. აი, სახელოვანი და მომავალ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე რო გადავიდეთ, რა თვისებები და უნარები სჭირდება მომავალ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კიბერსაფრთხოებას რამდენიმე მიმართულება აქვს. პირველ რიგში მყარი კომპიუტერული მეცნიერების ცოდნა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მყარი ცოდნა. ეხლა ჩემი აზრით მაინც ყველაზე მაღალმსღვრებადი არის ამ მიმართულებებში კრიპტოგრაფია. რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ იქ უკვე ძლიერი მათემატიკაც არის საჭირო. თუ მიდის შეღწევადობის ტესტირების მიმართულებით, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ქსელები, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ოპერაციული სისტემები, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ვებ პროგრამირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ტეხავ, იდეალურად გესმოდეს ეს როგორ იქნება. ქსელების უსაფრთხოების სპეციალისტი თუ ხარ, ქსელები უნდა იცოდე ძალიან კარგად. კონკრეტულად რა მიმართულებითაც მიდიხარ, ეს მიმართულება უნდა იცოდე ძალიან კარგად, იმიტომ რომ თუ იდეალურად არ იცი, ვერც სისტემას ვერ გატეხავ, ეს დაიცავ. თუ იდეალურად არ იცი, როგორ არის შექმნილი. სტუდენტი, აბიტურიენტი, რომელიც აბარებს თქვენთან კავკასიაში კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე. ძირითადად რა საგნები ისწავლება ეგ ძალიან მაინტერესებს მეც მართლა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდნე. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად ვფარავთ კომპიუტერული მეცნიერების აუცილებელ საგნებს. მაგრამ პარალელურად ვიწყებთ მარტივი კიბერუსაფრთხოების საგნებით, ძირითადი კიბერუსაფრთხოება, ანუ კიბერუსაფრთხოების საფუძვლები და როცა უკვე ქსელებს ისწავლის, ვასწავლით ქსელურ საფრთხოებას, როცა ოპერაციულ სისტემებს ისწავლის, ვასწავლით ოპერაციულ სისტემების უსაფრთხოებას, როცა შესაბამის პროგრამირებას და პროგრამებას ისწავლის, მათემატიკის საგნებს ისწავლის, ვასწავლით კრიპტოგრაფიას, აგრეთვე არატექნიკური საგნები ისწავლება, ისეთები როგორც არის პოლიტიკების წერა, ნახევარტექნიკური. პოლიტიკების წერა მაინტერესებს, ახსენეთ მანამდეც და რა იგულისხმება მაგაში. მეც ვერ ხვდებოდი მაგას, თავიდან როცა ვიწყებდი კიბერსაფრთხოებას, პირველ ჩემ პროექტში, საერთაშორისო პროექტში ვიყავი ჩართული და იქ ერთი ადამიანი იყო, რომელიც ჯერ პოლიტიკებს წერდა და ამ პოლიტიკების მიხედვით ჩვენ უკვე მუშაობდით, მე ვერ ხვდებოდი, მეთქი ზედმეტი შრეა. ყველა იღებს ეგ ადამიანი თავის ფულს. სინამდვილეში ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიბერსაფრთხოების პოლიტიკები კონკრეტულად გვეუბნებიან, რა უნდა დავიცვათ. რა არის vulnerable, ანუ რა არის sensitive ორგანიზაციის ხალხმა როგორ უნდა მოიქცეს, რა ტიპის პაროლები უნდა დააყენონ, მათი საქციელი, რომელი დოკუმენტები არის სენსიტიური, რომელიც არის სენსიტიური დოკუმენტში მაგალითად ზუსტად სენსიტიური დოკუმენტები შრედერში უნდა გაუშვა, ნაკლებად სენსიტიური შეგიძლია გადაყარო და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი რამე. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ პოლიტიკაზე წავედი მეთქი და რაღაცა დავაკავშირე ერთმანეთთან და მაგიტო დავსვიერ კითხვა. ეხლა გასაგებია. მადლობა. სამი რჩევა, რომელსაც მიცემდით ადამიანს, რომელმაც უნდა დაიცვა, თუ როგორ უნდა თქვა, მონაცემების დასაცავად. მისი მონაცემების დასაცავად. პირველი რა რჩევასაც ვატყობ. აი იუზერის მხრიდან კითხულობ ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა. პირველ რიგში, რასაც ვიძახით, არ უნდა გჯეროდეს არარეალური საჩუქრის. თუ ვინმე გირეკავს და განადან რო გირეკავენ. ნუ ადრე იყო რომ ვიძა შენი ვარ და დაგიტოვა იქ მილიონი და ეხლა ეგ უკვე ნაკლებია, მაგრამ როცა გირეკავენ და გეუბნებიან რაღაც მოიგე და საბარად მონაცემები მომეციან, ძალიან ხშირად, ნუ ხშირ შემთხვევაში პენსიონერებზე მიდის ეს ტიპის შეტევები. ხშირად ბევრი ხალხი უყვარდებათ ონლაინ ახალგაზრდებს და მერე ყველაფერი იწყება. ხო, ეს ახალგაზრდა თავისთავად ჩვეულებრივი ჰაკერია და ხო, ანუ პირველი არის ის, რომ არარეალურ საჩუქარს არ უნდა ვენდოთ. მეორე მაინც უნდა აუცილებლად მივაქცეთ ყურადღება იმას, რომ გვეყენოს ანტივირუსი. ანტივირუსი საკმაოდ იცავს კომპიუტერს. ხო, ფასიანი ანტივირუსი და არა ის რა. სხვათა შორის დღესდღეობით ახალ Windows-ებს საკმაოდ უკვე თავიანთი Windows Defender-ი, მაგრამ ზოგს უშლის ხელს, იმიტომ რომ თამაშს ვერ აყენებს, იმას ვერ აყენებს და თიშავს. ანტივირუსი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და მესამე, ჩემი აზრით, მაინც ყველა ადამიანმა მარტივი კიბერსაფრთხოების ეთიკის კურსი უნდა გაიაროს.
ყველას უნდა კონდეს მინიმალური კიბერსათხოვების ეთიკის ცოდნა. უი. სად გავიარო? გოის უნდა გავია. სად გავიარო? გონი უნდა გავია. ჩვენთანაც არის თან ძალიან ხშირად ჩვენ ბევრი ონლაინად შეიძლება რომ გავიაროთ ეს ამბავი. კი, მაგალითად ჩვენ ძალიან ბევრი ევროპული გრანტი გვაქვს, სადაც აბსოლუტურად უპასოთ ამ გრანტების მე რო ძალიან შორს ვარ ამ კომპიუტერისგან, მათემატიკისგან და ამ ყველაფრისგან. ეს არატექნიკურია, ეგ არის როგორ უნდა მოვიქცეთ და დაალაიქეთ ჩვენი გვერდი და უპასო რო დაიდებო, ეგრევე ჩაიწერეთ. საინტერესოა. კაი, ერთი კითხვა გამომჩა წაგან და ეხლა მინდა რომ დავსვა. აი მაგალითად დაამთავრა კავკასიაში, ანუ რა ვიცი, სადმე სხვაგან ეს თქვენი კურსი. ნუ მიყურებ ეგ მეცინება. დაამთავრა და ნუ მოკლედ წავიდა. მაგალითად სამსახურის მხრივ როგორ არის ოფლაინ წაგან კითხვით რომ აღარ არის ეგეთი მოთხოვნაო რომ ეხა იგზავნებოდა რაღაც ოფერები რომ აი ძირითადად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ოფლაინ მუშაობა აქვს თუ ონლაინ? მე ესე ვიტყოდი. სანამ ჯუნიორია ჯობი ადგილზე იჯდეს. მე როცა არის მიდლი და სენიორი, უკვე რასაც უნდა იბასაკეთებს. ძალიან რთულია რომ აი სენიორობაზე გადახვიდე. როცა სენიორი ხარ, ყველას გჭირდები და არანაირი COVID-მა იდეალურად გვაჩვენა, რომ არ არის აუცილებელი რომ თანამშრომელი იქნას ორგანიზაციაში. კი, ჩვენ ახლა ახალი ოფისი ვიყიდეთ, საკმაოდ დიდი შენობაა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ოფისში მხოლოდ ვატარებ ლექციებს. 50-ზე მეტი სპეციალისტი გვყავს ორგანიზაციაში და ყველა მუშაობს ონლაინ. კი ბატონო. ჩემს საყვარელ მეტალზე გადავალ, თამაში გვაქვს პატარა. უსაფრთხოა თუ არა? ანუ მე გეტყვით რაღაც ერთ წინადადებას და თქვენ უნდა გითხრათ უსაფრთხო არის თუ პირიქით. ყველა ანგარიშზე ერთი პაროლი. არ არის უსაფრთხო. Wi-Fi-ის გამოყენება კაფეში აი VPN-ის გარეშე. იძახიან რომ არა, მაგრამ ანუ კონკრეტულად იძახიან რომ ესე არ უნდა გააკეთო, მაგრამ მე მაგის პრობლემას დიდად ვერ ხედავ. ანუ მაინც უსაფრთხოა. კი. იმიტომ რომ ყველა საიტს აქვს, რითიც დავიწყეთ საუბარი, HTTPS-ია. ანუ ყველა ტრაფიკი იშიფრება. იქ რასაც იყენებ, რომ მოიპაროს კიდევაც ტრაფიკი რას იცავს ვერ წაიკითხოს. ამოუცნობი ლინკის გახსნა. ეგ კატეგორიულად არ შეიძლება. პაროლის ბრაუზერში შენახვა. კატეგორიულად არ შეიძლება. მართლა ყველა პაროლი შენახული მაქვს. გახვალ, ვიღაც მოვა, უცბად. და ჭერს იმას შეხედა და ყველა შენახული, მაგრამ ვერაც ვერ ვიმახსოვრე პაროლს და აი, მართლა მაგის პრობლემა მაქვს, ვერ ვიმახსოვრე პაროლს. აი რა უნდა ვქნა, სადმე უნდა დავიწერო, არა. ფურცელზე არ ვწერთ, ანუ მაშინ ყოველ ჯერზე უნდა ცვალო ალბათ. მაგისთვის არის password manager-ები. password manager-ებს აყენებ. Google-ს ხო აქვს თავის თუ არა? Google-ს კი არა, ეხა iOS ან iPhone-ის მხარეს არის თან passwords რა. ეგ არის password manager-ი. ხო, მაგაში მაქვს შენახული. ეგ არის. შეგვიძლია შეინახო, იმიტომ რომ თუ ადამიანს რომ მოუნდეს მან შეცვლა, უნდა აკრიფოს პაროლი, შეურჩევა. კი ბატონო. ეს არის password manager. პაროლის შეცვლა წელიწადში ერთხელ. ანუ პირიქით სუდია. გააჩნია სენსიტიურობას იმ პლატფორმის, სადაც ცვლია ზოგი, აი კონკრეტულად პოლიტიკებს უბრუნდებით. თუ არანაირი შეტყობინება არ მოდის რაღაც პრობლემა, ჩვეულებრივად წელიწადში ერთხელ პაროლის შეცვლა ნორმალურია. ორფაქტორიანი ავტორიზაცია. აუცილებელია. ეგ მინიმალური მოთხოვნაა დღეს. და ფასიანი ანტივირუსი. აი კიდევ ერთხელ მას დაუბრუნდები, რომ აი ჯერ ერთი Windows-ი თვითონაც არის ფასიანია. და მაგასაც მოყვება, ეგ ახლა დღეს საქართველოში ჩვენ ვიყენებთ ასე წოდებულ დაკრეკილ ვერსიებს და დაკრეკილი ვერსია კი არ არის, ცოტა დღეს ახალ Windows-ი ხონერად მუშაობს, მაგრამ საკმაოდ კაი ანტივირუსი აქვს მაგასაც და სახში ჩვეულებრივ Windows Defender-ი რო გვეყენოს, არანაირი პრობლემა არ არის. მადლობა, ეს იყო ჩემი თამაში. ვასკა, მე მინდა რომ ხო შეაშინებინო. ჩვენ ვამბობთ ეგრე რა, რამდენად გამოდის. თავს იგავებენ ძირითადად ამ შეშინებისგან, სულ 1-2 იყო შეშინება. რას გულისხმობ ახლა? ადამიანი რომელსაც უნდა და ფიქრობს რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით წავიდეს თუ არ წავიდეს, ანუ უნდა რომ წავიდეს, მაგრამ ცოდნა არა აქვს რა არის. რისთვის უნდა იყოს მზად. და ესე ვამბობთ რომ მოდი ეგეთი ადამიანი შევაშინოთ ახლა წინასწარ, იმიტომ კი არა რომ არ მოვიდეს. ისეთი რაღაცა უთხარით, რაზეც რო გაიაზრებს და ეგ მისთვის ოკეი იქნება, მისი გზა იქნება მარტივი მერე მაგ მხარეს. ანუ თავიდანვე იცოდეს რას უნდა დაეჯახოს, რომ მერე არ აღმოაჩინოს შუა გზაში, რომ
ვაიმედე და ესეთ დატვირთვას ვერა ვიტანდიან რაღაცა მსგავსი რა. იცი რა, მე მგონია ბოდიში ჩაკეჩრებით, მე მგონია რომ დღეს ეს კიბერუსაფრთხოება რო ისმის, მარტივი არავის არ გონია. უკვე შეშინებულები არიან, მაგრამ ხო, რას უნდა ელოდონ, ეგ აუცილებელია მაინც. ერთ-ერთი ყველაზე რთული, რასაც უნდა ელოდონ რა. ჩემი აზრით ან სწავლის პროცესში ან მუშაობაში, რომელშიც ვეგიხარდები. ჩემი აზრით მთელი დღეს ამ საუბრის დროს ჩვენ ამ ბავშვებს ვაშინებთ, იმითი რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არ არის ის, რასაც ხედავთ ჩვენ კინოში, რომ დააჭერს ღილაკს და ყველაფერი ტყდება, უნდა კონდეს მყარი კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა. ეს არის პირველი. ანუ თუ ამის ეშინია ადამიანს, მაშინ ამ მართლობები ეს სფერო არ არის და მეორე ეს სფერო სულ ვითარდება. ანუ ეგრე არ არის, რომ ერთხელ ისწავლე და მთელი ცხოვრება მუშაობ. როცა ხარ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მთელი შენი ცხოვრება შენ სწავლობ. მერე ოკეი, რაღაც ლოვანების მერე შეგიძლია ექსპერტ უკვე ჩათვალო ექსპერტი ვარ და არსად არ იმუშავებ, ხოლო და ინტერვიუებზე იარო, კონფერენციაზე იარო და რაღაცები შენ ცხოვრებიდან მოყვე, ხო? მაგრამ როცა შენ ხარ მოქმედი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ვერ ისვენებ, სულ სწავლობ. ეგ ძალიან კარგია. ანუ თუ მე კიდე ეს დავამატებდი, რომ თუ მათემატიკა არ გიყვარს, ალბათ ცოტა ფიზიკაც, არა? მათემატიკა ყველა ვარიანტში უნდა იყოს, არა? ტექნიკური აზროვნება უნდა კონდეს. ხო, ტექნიკური აზროვნება. კონკრეტულად მათემატიკა, ანუ სახელმწიფოების ტესტირების დროს არადერი მათემატიკა არის საჭირო, მხოლოდ მათემატიკა იმას აჩვენებს, რომ გვაქვს ტექნიკური ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი, ასე ჭირდება მათემატიკა, მაგრამ თუ მიდიხარ ახლა კრიპტოგრაფიის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ეგ უკვე მათემატიკა აუცილებელია. მოკლედ რა საკუთარ განვითარებაზე ორიენტირებული ტიპი თუ არ ხარ და ბევრი თუ არ გაინტერესებს და არ ეძებ, აქ არ არის შენი ადგილი. კი ბატონო. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ეს მე შემიძლია ვთქვა, ეს სულ ორზე მაქვს ნათქვა, მინდა ხა ამაზეც ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი იყო და მართლა გამოსადეგი. მე მგონია რომ გამოადგებათ. აუცილებლად რა და ისეთია რომ უნდა უყურონ ყველა ვარიანტში. უღრმესი მადლობა. მადლობა პოდკასტ ზონას. აბა წარმოიდგინეთ. ძალიან ვისიაროვნე.